ღმერთმა ბოგმა დროს მშვიდობა, სიხარული, სიყვარული და სინანული. სინანული, რომლის შესახებაც გვესაუბრება მაცხოვარი. იმიგავით, რომელიც დღეს ტაძარში წავიკითხეთ. ეს არის უძღები შვილის შესახებ საუბარი. როდესაც მამას ყავს ორი შვილი, უფროსი და უმწემესი უმცროსი. და გადაწყვეტს უმწემესი, ანუ რომ წავიდეს მამის სახლიდან. და მამას თხოვს, რომ მომეცნე ჩემი წილი, როგორც უმწემეს, რაც მეკუთვნის შენი სახლიდან, შენი მონაგებიდან, მომეცნე ჩემი წილი და მე წავალ შენთან. და მამა გამოყოფს ორივეს ისე, როგორც შეეფერება ნებისმიერ მამას. ამ ღმერთს ყველას თავის წილ ატივს და თავის წილს იკეთეს, როგორც ღმერთი გვაძლევს თითოეულ ჩვენგანს, ხო? ყველა იგავში ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ალეგორიული სახეებია. როცა ჩვენ ვსაუბრობთ ამ შემთხვევაში ამ იგავზე და ვსაუბრობთ მამაზე, აქ ღმერთი იგულისხმება. და როცა ჩვენ ვსაუბრობთ უფროს და უმცროს შვილზე, აქ თითოეული ჩვენგანი ჩვენ თავს ალბათ დავინახავთ. და ჩვენ უნდა დავინახოთ ჩვენი თავი, ალბათ ორივეა ჩვენში. გაუყოფს აი ამ თავის წილს, მიდის უმცროსი შვილი და ამ თავის ქონებას განაბნევს. განაბნევს მეძავებთან, განაბნევს ისეთ ცხოვრებაში, რომელშიც წესით ადამიანმა არ უნდა განაბნიოს. და ყველას ეწყინება, ყველა მამას ეწყინება გული დაწყვეტა, ჯერ ერთი ის, რომ შვილი მიდის მამის სახლიდან და მეორე ის, რომ ამ წასვლასთან ახლავს ის ყველაფერი, რასაც ჩადის უმცროსი შვილი, ამ შემთხვევაში უძღები შვილი, რასაც ჩადის ხომ მეძაობაში და აი ამ ყველაფერში განაბნევს, ცუდ ცხოვრებაში განაბნევს თავის ქონებას. ის იმ ქონებას, რომელიც მამა მის. და მე მიხვდება და დაფიქრდება, რომ როდესაც ძალიან დიდი შიმშილი, სიხმილი, როგორც ეს სახარებაშია გადმოცემული, ძალიან დიდი შიმშილი და გაჭირვება იქნება იმ მხარეში, რომ მხარეში უძღები შვილია წასული, ის იწყებს ერთ-ერთ ადამიანთან მუშაობას და ხორებს უვლის და გული ეთანაღრება და ამავდროულად გული უთქვამს იმისთვის, რომ ხორების საჭმელი ჭამოს და ამით გაწყეს. ადამიანი რამხელა პატევიდან, რამხელა უკიდურესობაში შეიძლება დაეცეს. ანუ იმის ფიქრი აქვს უძღებ შვილს, რომ იქნება აი ეს ხორის საჭმელი, მისი სალაფავი, ეს ყო რაც არის, აი ის ჭამოს და ამითი განწყდეს. მაგრამ დაფიქრდება და მიხვდება ერთ რამს, რომ მამაჩემს უამრავი ადამიანი ყავს გარშემო, უამრავი მსახური ყავს და წავა და მეც როგორც ერთი მსახურთაგანი ვიქნები. თხოვ მამაჩემს, რომ მეც ერთი მსახურთაგანი ვიქნები. აი ამ ჩანს ქრისტიანობის მთავარი წერტილი და სიმაღლე, რომ ყოველთვის, როდესაც ადამიანი თავს დაიმდაბლებს, იგი ამაღლდება. წარმოიდგინეთ, შვილია, მას ხომ შეუძლია ჩვეულებრივად მივიდეს მამასთან და უთხრას, მე შენი შვილი ვარ, კი, შეცდომა დაუშვი, კი, გავაბრინე შენი ქონება, მაგრამ შენი შვილი ვარ. და რა მამა უარს ეთქვის, რომელი მშობელი ეთქვის დაბრუნებულ შვილს უკან უარს, არც ერთი, ხო? აი ჩვენ თავზე გადმოვიტანოთ ეს ყველაფერი. ეს შეუძლია, მაგრამ ნახეთ მისი თავმდაბლობა, მისი ცოდვიდან გამომდინარე, მისი სინანული, ერთი მისი მსახური მაინც ვიქნები და ბრუნდება უკან. ბრუნდება უკან და როდესაც მამა ამას გაიგებს, სიხარულით ხვდება. და ჩვენ როგორც ვთქვით, მამა არის ღმერთი. და რას გვასწავლის ეს ყველაფერი? გვასწავლის იმას, რომ შეიძლება ჩვენ თითოეულმა ჩვენგანმა უამრავი შეცდომა დაუშვათ. მრავალ გზის შეგვეშალოს, მრავალ გზის გავაბნიოთ ის წყალობა, მადლი, ის მარგალიტები, რომელსაც ღმერთი გვაძლევს. შეიძლება გავაბნიოთ მრავალ გზის, მაგრამ ყველაზე მთავარი არის ის, რომ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გზა უკან დასაბრუნებლად. და ღმერთი ყოველთვის ჯვარზე ხელ აპრობილი და გაპრობილი ელოდება ადამიანს, როდის ჩაიხედოს გულში. ანუ ჩვენ ყოველთვის გვაქვს გზა, სანამ ცოცხალი ვართ, რომ უკან ისევ მამასთან დავბრუნდეთ და მამა სიხარულით მიგვიღებს. აი ეს არის დღევანდელი სახარების არსი. და ხდება მეორე ძმა, რომელიც
რაღაცნაირად წუხარებაშია, რომ რატომ არის ასეთი სიხარული ოჯახში. იმიტომ რომ მამა ამბობს, რომ დაღალი, ზვარაკი, ჭამო და ვიხარებდეთ. შეაცვით ბეჭენი, ფიცა, მისანო, აღიყვანეთ ისევ პატივში, რომელშიც იყო და ვიხარებდეთ და ძმა მოიწყენს ამ სიხარულზე, როცა გაიგებს, რომ ეს სიხარულია ოჯახში. და მაშინ მამამ ასე უნება, შენ მარადის ჩემთან ხარ, სულ ჩემთან ერთად იყავი და ჩემი ყოველი შენი აქვს, ხოლო შენი ძმა მკვდარი იყო და გაცოცხლდა. და ამიტომ არის ეს სიხარული. ამ შემთხვევაში, როგორც მეზერის და ფარისეულის შემთხვევაშიც, ორივე მართალია. უძღებიშვილიც მართალია და ის ძმაც მართალია იმაში, რომ მარადის მამას ემსახურებოდა. აქ ღმერთი, როგორც მეზერის და ფარისეულის შემთხვევაში, ამჯერად უძღებიშვილის იგავის შემთხვევაშიც, ღმერთი ჩვენ გვაჩვენებს, რომ მრავალნაირი ადამიანი არსებობს, მაგრამ სინანული უმთავრესია. და მარხვის წინ იკითხება ყოველთვის მსგავსი საკითხები, რატო? მარხვა ეს არის დრო და ჟამი სინანულისა და აღდგომა ეს არის უპირატესობა და ჟამი სიხარულისა. ამიტომ ჩვენ ყოველთვის შეგვახსენებთ წმინდა წერილი, რომ სინანული ყველაზე მთავარია ადამიანის ცხოვრებაში და უძღების შვილი არის ადამიანი, რომელსაც ჩვენ თავში თითოეული ჩვენგანი დავინახავთ. ადამიანი, რომელიც ხშირად შორდება ღმერთს, მაგრამ ისე უკან ბრუნდება და სანამ ცოცხალი ვართ, ყოველთვის იცოდეთ, რომ ღმერთი გველოდება ისე უკან, როდის დავბრუნდებით და მის გაპყრობილ ხელებში ჩავეხუტებით თავად უფალს. იმიტომ რომ ღმერთი ჯვარს სწორედ ამისთვის ეწვია. ის იყო ღმერთი, რომელიც გახდა ადამიანი და ადამიანმა სულმა ღმერთმა და სულმა ადამიანმა განაპყრო ჯვარზე ხელები, გაშალა ჯვარზე ხელები იმისთვის, რომ ყველა მას ჩავეხუტოთ და ყველა ჩავეხუტოს. და ყოველთვის იცოდეთ, მიუხედავად ნებისმიერი ცოდვისა და შეცნობისა, ღმერთი ჩვენ გველოდება. ამას გვასწავლებს ევანგელიის სახარება. ღმერთმა დააგვეცოთ და